გამარჯობა ჩვენ ტესტების გაკეთებაზე მუშაობთ ბატონებო და ქალბატონებო და ეხლა უკვე მივადგეთ ისტორიულ დოკუმენტს დანარჩენი ბლოკი პრინციპში ყველა მოხსენით სანამ უშუალოდ დოკუმენტს განვიხილოთ მოდი ვნახოთ რა ტექნიკებს უნდა მივაქციოთ ყურადღება რასაც მოცემულ ისტორიულ დოკუმენტზე მუშაობს და ტექსტზე მუშაობს ადამიანი პირველ რიგში მნიშვნელოვანია წაიგითხოთ სტრატეგიულად ტექსტი იმიტომ რომ ასეთი ტექსტის ასი არის ხოლმე პერსონაჟებით, მოტივებით, პოლიტიკური ვითარებით, ღირებულებითი დაპირისპირებებით და ასე შემდეგ. უნდა გაითვალისწინოთ კითხვისას გაარჩიო მოქმედი პირები. ვინ არის? მაგალითად, ვინ არის კონკრეტული პერსონაჟი, რაც წარმოადგენს, ვინ არის შემდგომ მეორე შეხვედრილი პერსონაჟი და რაც წარმოადგენს და ასე შემდეგ. უნდა დაფიქრდეთ მოტივებზე, თქვათ, ამა თუ იმ მოქმედების მოტივებზე, ინტერესებზე, რომელიც ამ ტექსტში შეიძლება იყოს მაგალითად გამოხატული. გამოყოთ მნიშვნელოვანი ფაქტები და გამოიცნოთ, რომელია მნიშვნელოვანი ფაქტი და რომელიც შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი. დასვათ კითხვები თქვენს თავშივე კითხვის მიმდინარეობის პერიოდში, დაუსვათ შეკითხვები თქვენს თავს, ყოველ წაკითხულ ნაწილზე. ტექსტს რომ წაიგითხავთ, მე თვალისწინ გადაავლოთ ტექსტს, სათაურს, პირებს, მოვლენებს და მონიშნოთ, ვინ არიან აქ პირები და რა არის მოვლენები. და თავშივე დაუსვათ კითხვა თავს, რატომ ვკითხულობ და რას ვკითხულობ. ეხლა მე ამ წუთში რას ვკითხულობ, რა წავიკითხე. გააკეთეთ ცხრილოვანი ჩანაწერები, თქვათ პერსონა პირველი, პერსონა მეორე, მოტივი პირველი, მოტივი მეორე, მოქმედება პირველი, მოქმედება მეორე, ან თავში გაიაზრეთ ეს და ისე შავ ფურცელზე გააკეთეთ ჩანაწერები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ლოგიკური კავშირების დანახვაში, ანუ რა კავშირია ერთ აბზაცსა და მეორე აბზაცს შორის. ანუ როცა კითხულობ ტექსტს, არ გაჩერდეთ მხოლოდ მოქმედებების აღწერაზე, იფიქრე ვინ და რატომ აკეთებს ამა თუ იმ მოქმედებას. საკუთარ თავთან კითხვების დასმა თვითონაც ისწავლე, წარმოიდგინე რომ კითხვებს შენც უფრო გაგიადვილებს მე ეს საქმე და მოკლედ ესე შეიძლება მიუახლოვდეთ ტექსტს. ეხლა თვითონ ტექსტზე გადავიდეთ და უკვე დეტალები ტექსტში განვიხილოთ. დოკუმენტი ნომერი 38 დავალება არის. ის არის ყველაზე ბოლოში და ინსტრუქციას გაეცნობით, რა თქმა უნდა, ეხლა მაინც იქნება და რა შემოგთავაზეს, რომ იქნება რაზე ელაბორაკი ამ ტექსტში და შეცვალეს რაღაცა, მოკლედ ვიწერია აქ, რომ ისტორიული დოკუმენტი უნდა გაიაზროთ, უპასუხოთ კითხვებს, პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფონდზე შესაბამის ადგილას, დავალების მაქსიმალური კულა არის 14. და გადავიდეთ ახლა ამ ისტორიულ დოკუმენტზე. მოდი ჯერ თქვენ ერთად მეც გავეცნობი და წავიკითხავ. ნარკვეთი არქანჯელო ლამბერტის თხზულებიდან ქვეყნის სათავეში მოსულმა როსტომ ხანმა ქრისტიანი ცოლის შერთვა ისურვა, ამ მიზნით ესპანები გაუგზავნან მთავარ ლევანს და მისი და ცოლად თხოვა. დადიანმა, რომელიც ძლიერ მეზობელთან დამოყრებით თავისი სამფლობელოს განვრცობას ლამობდა, დიდი პატივით მიიღო ეს ელჩობა. მაგრამ პასუხისგაცემა არ ისურვა თავისი დის სურვილის შეტყობამდე. ჯერ დას დაელაპარაკა, რომელმაც უპასუხა, რომ ორი მიზეზით ვერ დახვდებოდა მის ნებას, ჯერ ერთი მისი ქმარი, თუმცა დაბრუნებული ცოცხალი იყო. მეორე მიზეზი კი როსტომ ხანის მაჰმადიანობა იყო. ამ მეშმაკისეული საქმის ესპანები მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ საწედეს არ მიაღწიეს. თუ როსტომ ხანის ცოლობას დათანხმდები, მეფე უეჭვად ქრისტიანობაზე მოექცევა და აღარც მისი შეძლებები შეიწვრიან რწმენას. რაც შეეხება მეორე დაბრკოლებას, ეხლა მიაქციეთ ყურადღება იმაკად პირები გითხარით თავიდან რომ პირთა ვინაობას მიაქციეთ ყურადღება და შეხვდა ორი პერსონაჟი ხო, როსტომ ხანი და მისი, მე ელჩები შეხვდა. ასევე ჩაერთო საქმე პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ქმარის პერსონიზირება როსტომ ხანი, ასევე მოვლენა პირველი დაბრკოლება, მეორე დაბრკოლება და ამ შემდეგ ხო ამას აქცევთ ყურადღებას. ეხლა მე ჩხარავ გითხულობ, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ნელა უნდა წაიკითხოთ, როდესაც გამოსტაზე იქნება. გავაგრძელოთ, რაც შეეხება მეორე დაბრკოლებას, მათი აზრით ქორწინებას იმდენი სიკეთე მოჰქონდა, რომ სხვა დაბრკოლება მოსადანიც არ იყო. იმდენი უჩიჩინეს საბრალო ქალს, რომ ბოლოს ისიც დაყვა მათ ნებას. მთავარ დადიანს, რომელმაც ყველაფერი იღონა თავისი დის როსტომ ხანისათვის მისათხოვებლად, ის გადარჩენოდა, რომ ქალი ქართლში გაეგზავნა საქმროსთვის. საამოსოდ იმერეთის მეფეს უთხოვეს სამაგიეროდ იმერეთის მეფეს უთხოვა თავის ქვეყანაში გაედარებინა. იმერეთის მეფემ კი უარი შეუთვალა თეიმურაზის ჩაგონებით, რომელიც მასთან აფარებდა თავს. რა კითხონა არ გაჯერა, დადიანმა გადაწყვიტა იარაღის ძაბით გაეკაფა გზა, ძლიერ ჯარს მოუყარა თავი, არც იმერეთის მეფე დარჩენილა ვალში. გადავდივართ მეორე გვერდზე, 50-ე გვერდზე. თავიდან თითქოს თუც არაფერს
სულს არაფერი მოასწავებდა. საქმეს ისეთი პირი ჩანდა, რომ მალე ნანადრი მშვიდობა დაისადგურებდა, თუმცა ბევრი მეტად ფიქრობდა ეს იმიტომ იყო, რომ მეგრელთა ყურადღება მოედვინებინათ. ერთ დღეს დადიანი საკუთარ კარავში ყოფებოდა, შორეული გორაკიდან კბილებამდე შეერაღებული რაზმური დაეშვა. დადიანმა თავის ლაშქარში მყისვე კანგაში ატეხა და ერთ ელვასავით დაატყდა თავს, ერთი ნაწილი გაჟლი და მეორე დაატყობა. ტყვეთაშვილის იყო ერთი მხედარი, რომელშიც როცა მუზარადი მოხადეს, მეფე გიორგი ამოიცნეს. დადიანს გზა გაეხსნა და გაუგზავნა როსტომ-ხანს თავისი და თან დიდგვაროვნებისა და მღვდელმთავრების ამალაც გააყოლა. მათ შორის უპირველესი გაახალდათ გორის შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხედავთ, ეპისკოპოსიც კი ერთვება მუსლიმთან დაქორწინებაში, რაც საინტერესო მომენტი და მოვლენა იყო ის საქართველოს ისტორიაში. ეპისკოპოსი, რომელიც ყველაზე წმინდა სულიერ პიროვნებად მიიჩნეოდა. სწორედ მას დაავალეს ეს უღირსი საქმე ქრისტიანი ქალის ურჟულოსთვის მიცემა, მით უმეტეს რომ ქალის ქმარი ცოცხალი იყო. ხსენებულმა მღვდელმთავარმა ქალი თბილისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს თხოვა მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. ხვდებით იცებს ახლა ამას არქანჯელო ლამბერტი და ამიტომ ლაპარაკობს ბოლოს მე ამ პირში. ხო, თავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო, ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა. მღვდელმთავარმა მამები გურიაში წაიყვანა, სადაც საცხოვრებლად თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე დაუთმო. შემდეგ გადავდივართ უკვე კითხვებზე. როგორც ისიც ფრჩხილებში აღნიშნული ციფრები აღნიშნავს ქულთა რაოდენობას და 38 7 8 9 და 10 ორქულიანები დანარჩენი ერთქულიანები არის. ლავირება თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა აბლოგჟებს როცა დააწვევით ახალ გვერდებზე გადასვლით. ეხლა განვიხილოთ ტექსტებზე კითხვებზე პასუხი, სად მოიძებნება და როგორ არის. უმთავრესად დოკუმენტის მიხედვით არის პასუხი შეკითხვას გთხოვენ ხოლმე თვითონ დოკუმენტი იგზავს ამაზე პასუხს. ზოგიერთი ხე მაგალითად მეორე შეკითხვა არის თქვენი აზრით და ამაზე თქვენ აზრს გამოხატავთ. რას უწოდებთ სამთავროს, რომლის მმართველიც იყო ლევან დადიანი? პირველი შეკითხვა არის, რა თქმა უნდა, ზოგად შედნას მოითხოვს, ახლა აქ არჩანს მმართველი იყო და ჩვენ უპასუხებთ, რომ გაგვახსენდება ეს ცოდნა, კარგი იქნება. ეს იყო სამეგრელო ან ოდიში, შეიძლება ნებისმიერი ამ შემთხვევაში დაწეროთ. ასეთი მნიშვნელობა ხომ მაგას არ აქვს. საბოლოოდ დაწერთ ოდიშს. თქვენი აზრით რა დამისურვა როსტომ-ხანმა დადიანის დაზე დაქორწინება? ამ შემთხვევაში თქვენ აზრს გეკითხებია, რომელიც თავისუფალი ხარ, ანუ სადაც გეკითხებია შენი აზრი, შენ უპასუხე შენი აზრი, მაგრამ რა თქმა უნდა ხა დადიანის დისნაცვლად თუ მაგალითად ნაპოლეონზე ელაპარაკებ, ეს ფაქტობრივი შეცდომა იქნება და არ შეგიძლია, მაგრამ უბრალოდ ეს აზრი რატო გააქვს შენ ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, ამას ახლა ნაკლებად შეეხებიან ამაზე ლაპარაკი და შეიძლება რამდენიმე მიმართულებით. ტექსტიც გააძლევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ უშუალოდ ტექსტი ამაზე პასუხს არ გცემს, მაგრამ ტექსტით გააძლევს ამის შესაბამის პასუხს, იმიტომ რომ მაგალითად აქ წერია, ესე იგი მიზეზს როდესაც ასახელებს ხო ამ პირველ აბზაცში, რომ ერთი ორ რატო დავქორწინდებიო, ქმარი მყავსო და მეორეო კიდე როსტომ-ხანი მაჰმადიანი იყო, ხო? ესე იგი აქ გარკვეულწილად თავის მოსადრებას თავაზობს, ესე იგი ცოლ დადიანის მხარე თავის მოსადრებას თავაზობს, მაგრამ ამანაც მაინც შეიძლება მივიყვანოს იქამდე, რომ რატო სურდა აი ამ კაცს ქორწინება, თვითონ კონკრეტულად როსტომ-ხანს და აქ შეგვიძლია ჩვენ ვიპასუხოთ რამდენიმე ვარიანტი, როგორც ითქვათ, თავისუფალი ხართ ამ ვარიანტში. პოლიტიკური მოტივით შეიძლება მოვიყვანოთ, რელიგიური მოტივით შეიძლება მოვიყვანოთ და საზოგადოებასთან დამოკიდებულების მოტივით შეიძლება მოიყვანოთ. ხა მაგალითად პოლიტიკური მოტივი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ და წერილების ფორმა რო კონდეს ისეთნაირად. როსტომ-ხანი ცდილობდა გაძლიერებულიყო შიდა პოლიტიკურად და მას მყარი საყრდენი სჭირდებოდა ქართველ დიდებულებთან ურთიერთობაში. ეს პოლიტიკური მოტივი. ან შეიძლება ესეთი სახით, რომ ქორწინებით ის იმედოვნებდა, რომ ქართველ ქვეშევრდომებს თავისი ქართულ ქვეშევრდომებს ქრისტიანობისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებით უფრო მიიმხრობდა. ხო, აი ეს შეიძლება საზოგადოებასთან დაკავშირებით შეიძლება ეს მეორე ვარიანტი ხო. მესამე ვარიანტი შეიძლება დაწეროთ, რომ დავწეროთ მაგალითად, რომ ქრისტიანი ცოლის შერთვა შეიძლება ყოფილიყო თქვა სიმბოლური ჟესტი, რომ იმის საჩვენებლად, რომ ერთგულ ესე იგი მოსახლეობას პატივს სცემდა, ქრისტიან მოსახლეობას პატივს სცემდა.
და ასევე შეიძლება მოვიყოლოთ კიდევ ერთი მოტივი, რომ მას სურდა ამ საქციელით დასავლეთ საქართველოში გავლენა გაეძლიერებინა და ასე შემდეგ. ან მოკლედ ვთქვათ, რომ ქორწინება იყო მისი მრავალმხრივი მეთოდი, ვთქვათ, რელიგიური, პოლიტიკური და რეგიონული გავლენის ზრდისთვის. ასეთ შეიძლება ჩამოვყალიბოთ. შემდეგი შეკითხვა არის მესამე შეკითხვა არის დოკუმენტის მიხედვით ვინ იყო იმერეთის მეფე და აგერ თქვენ ხედავთ სიტყვათა შორის იყო ერთი მხედარი, რომელმაც 60 მოხდეს მეფე გიორგი ამოიწნეს. და საიდან ვიცით რომ ეს მეფე გიორგი იყო? ნახეთ, დადიანმა რო გადაწყვიტა იარაღის ძალით გაეკაფა გზა, ძლიერ ჯარს მოუყარა თავი და არც იმის მეფეს დარჩენილა ვალშიო. ანუ იმის მეფეს შეკრიბა, მე აღწერილი არის ესე იგი ბრძოლის ამბები და თქვენთა შორის აღმოაჩინეს გიორგი მეფე. ძენოყბუნებრივია, გიორგი მეფე იყო იმერეთის მეფე. დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია დასურვებს, რომ შემოქმედელი ეპისკოპოსი პატივით ეპყრობოდა მამებს და ნახეთ, ესე იგი აგერ 50-ე გვერდის მეორე ნაწილში ესე იწყება ხო გულის შემოქმედელი ეპისკოპოსი და შემდეგ გავყევით და ნახავთ, რომ ხსენებულმა ანუ ეპისკოპოსი, რომელიც ყველაზე წმინდა და სულიერი პიროვნებად მიჩნეოდა, ხო, ეს არის ახსენები მათ, გრძელდება დემთარომ გურიაში წაიყვანა, სადაც საცხოვრებლად თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე დაუდგა. ეგიდან ჩანს, ხო? მან საცხოვრებლად თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე დაუთმოს. შეგვიძლია დავწეროთ ეს, გადავიტანოთ პირდაპირ ციტირება. მეხუთე შეკითხვა მეუბნება, რომ რა ინფორმაცია დასურვებს, რომ წყაროს ავტორი იმყოფებოდა გორშიო. იგივე აბზაცში ნახეთ ზემოთ პირველ პირში უწერია, ხო, ნახეთ, გორს ეწვია, სადაც კარგად გაცნო ჩვენი ცხოვრების წესო. ანუ გორში ვიყავით ესე იგი ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესს გაეცნო. ამიტომ დავწერთ ის გორს ეწვია ეპისკოპოსი, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა. ანუ ცხოვრების წესს შეიძლება გაეცნოს ისე რომ თქვათ იქ არ ყოფილიყო, მაგრამ დააზუსტება იმისა, რომ იქ იმყოფებოდა დაგვიმეგობრდა გვიჩვენებს, ანუ თუ არ იმყოფებოდა გორში, რა თქმა უნდა, როგორ დაუმეგობრდებოდნენ ამ ამბებს, ლამბერტს და სხვაებს. მეექვსე თქვენი აზრით რა იყო ეს მთავარი მიზეზი, რის გამოც თეიმურაზმა იმერეთის მეფეს დადიანისათვის გზის მიცემაზე უარისკენ უბიძგა. ეხლა ისევ თქვენ აზრს მივადექით, ანუ აქ ვეკითხებიან თქვენ აზრს, რადგან თავისუფლები ხართ აზრში, რა თქმა უნდა, დოკუმენტი უშუალოდ ამაზე არ პასუხობ, თუმცა რა თქმა უნდა, დოკუმენტიდან ჩანს მაინც გარკვეულწილად პასუხი დოკუმენტის შეჯამების გაანალიზების საფუძველზე, მაგრამ უშუალოდ პასუხი არ ჩანს. ამიტომ თქვენ ხართ თავისუფლები, მაგალითად თეიმურაზის დაპირისპირება როსტომთან. შეიძლება მოკლედ დადიო, შეიძლება განავრცო, რომ თეიმურაზი როსტომ-ხანის პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო და მას ასურდა, რომ როსტომს გაემყარებინა მდგომარეობა ქართლში ან მთელ საქართველოში. ხო, ან შეიძლება ასე დაწეროთ, რომ ქორწინება ემსახურებოდა ესე იგი იმას, რომ ქართლსა და მთელ საქართველოში გამყარებულიყო როსტომის ძალაუფლება და ამიტომ თეიმურაზი მას ხელს უშლიდა. ეს ერთი მოსაზრება, შეიძლება ესე ჩამოყალიბდეს პირველი მოსაზრება, ან ასე მეთქი მაგას ვამბობ. ან რელიგიური მოტივი. მაგალითად თეიმურაზი როსტომი იყო მუსლიმი მმართველი, რომელიც გაძლიერება საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანული იდენტობის შენარჩუნებას. ან განვავრცოთ ესეც. თეიმურაზს შესაძლოა სურდა თვითონ ან თავისი მოკავშირეები ყოფილიყვნენ პოლიტიკურად გავლენიანი დასავლეთ საქართველოში. და დადიანის გათხოვებით როსტომი ხდებოდა გავლენიანი. დოკუმენტის მიხედვით რა მიზეზების გამო ამბობდა უარს დადიანის დაქორწინებაზე. ნახეთ, მეშვიდე შეკითხვა ესეთი არის და ისევ დოკუმენტით პასუხობს ამას. ნახეთ, წეგანი გაქცევინით ყურადღება. პირველი რიგში ორი მიზეზით ვერ დაყვებოდა მის ნებას. ჯერ ერთი მისი ქმარი, თუმცა დაბრუნებული ცოცხალი იყო, შეგვიძლიათ გადაიწეროთ პირდაპირ, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი კი როსტომ-ხანის მაჰმადიანობა იყო, ანუ მეორე მიზეზი როსტომ-ხანის მაჰმადიანობა იყო, პირდაპირ გადაიწერა. დოკუმენტში ნახსენებით ესპანების აზრით, კონკრეტულად რა დადებითი შედეგი მოყვებოდა დადიანის დის ქორწინებას როსტომ-ხანზე. ესეც ნახეთ, ძალიან კიდევ ყურადღება რო გავამახვილოთ ორქულიანი რატოა. მაგალითად, შეშდი ორქულიანი, ისე რომ ორი მიზეზი უნდა დაასახელოთ, თუ ერთ მიზეზს დაასახელოთ, ყურას მიიღებ. მეორე იმიტომ არის ორქულიანი, რომ აქაც ესე ვთქვათ ორ შედეგს ვასახელებთ. 38-ში, რა თქმა უნდა, ისევ ტექსტთან კონტაქტში, ტექსტს არ ვწვევთ და ტექსტიდან გამომდინარე ვასახელებთ ამას. თუ როსტომ-ხანის ცხოვრებას დათანხმდები მეფე უჯრედად ქრისტიანობაზე მოექცევა ერთი შედეგი და აღარც მისი ქრისტიანობები შეიცვლიან
რწმენას, ეს მეორე შედეგი. აი ორივე შედეგი არის აგერ დასახელებული და ორივე შედეგი შეგიძლიათ ჩაწეროთ მათ. დოკუმენტის მიხედვით რა განწყობა იყო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეებმა ჯარის შეკრების და ბევრი საზით რა იყო ამის მიზეზი. ეს ორგულიანი იმით არის, რომ ჯერ პასუხობ განწყობას, ანუ პირველ ნაწილს შეკითხვის რა განწყობა იყო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე ჯარის შეკრებესო და მეორე ქულას იღებ იმაში, რომ რა იყო ამის მიზეზი. აი ამას ვისაც დავასახელებ. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარე. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ნანატრი მშვიდობა დაისადგურებდა. ესე იგი, მალე ნანატრი მშვიდობა დაისადგურებდა და ეს ერთხელაც იყო თამაში. და ამის მიზეზი იყო, ნახეთ, ბევრი მასაც ფიქრობდა, ეს იმიტომ იყო, რომ მეგრელთა ყურადღება მოედუნებინათ. ანუ ეს იმიტომ იყო, ნახეთ, იმიტომ ხო მიზეზს პასუხობს. ნახეთ, რომ მეგრელთა ყურადღება მოედუნებინათ. ესე იგი, მეგრელთა ყურადღების მოდუნება. ასე შეიძლება დავწეროთ ამაზე პასუხი. და ბოლოს დოკუმენტის მიხედვით რა სთხოვეთ დონ პიედროს და თქვენი აზრით რატომ შეასრულა მან ეს თხოვნა. ნახეთ, აქ ვიწერია თვითონ ტექსტში, მამა დონ პიედროს თხოვა მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინეს. ესე იგი, რა უთხოვია? აი ორი ჩვენგანის, ორი მათგანის გაყოლება. შეგვიძლია ასე დაწეროთ. ორი მამის გაყოლება. და თქვენი აზრით რატომ შეასრულა მან ეს თხოვნა? აქ უკვე ესე იგი მეორე ნაწილი არის ამ შეკითხვას და აქ რა თქმა უნდა პასუხობთ ასევე ჩვენ აზრს. ბოლო შეკითხვა თვითონ მეათე შეკითხვის პირველი ნაწილიდან გამომდინარე თვითონ ტექსტშია პასუხი და რატომ შეასრულა ეს თხოვნა, აქაც შეგიძლიათ თავისუფლები იყოთ. მაგალითად, ეპისკოპოსმა თქვა, კარგად გაიცნო მისიონერები და სიმპათია და დობა ჩამოუყალიბდა მათ მიმართ. ესე შეიძლება დაწეროთ. შესაძლოა ეს პიროვნული კავშირიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ანუ პოლიტიკური გარემოება შეიძლება გამოიყენოთ. იმ დროს, როცა ქრისტიანული იდენტობა პრინციპში საფრთხის წინაშე იდგა, კათოლიკური მისიაც ცდილობდა სწრაფად გამოიყენებინა მომენტი, რომ გავლენა მოეპოვებინა ადგილობრივ ეკლესიასა და ხალხს. ეთქვათ, შეიძლება ასე ჩამოყალიბოთ. ნახეთ, პოლიტიკური გარემოება რო გამოვიყენოთ და აქ აქცენტირება კეთდება, რომ რატო შეუსრულეს კათოლიკურმა მისიამ თხოვნა და შეგვიძლია ესე ჩავწეროთ. ხო, ან მოკლედ შეიძლება ისე ვთქვათ, რომ რადგან ეს მისთვის იყო შესაძლებლობა, გაეზარდა კათოლიკური მისიის ზეგავლენა საქართველოში. სულ ეს არის და ყველა იმ ნაწილის გათვალისწინებით, რომელსაც მე თავში ვისაუბრე და ასევე თვითონ ტექსტთან კონტაქტში, რომ ბევრ შეკითხვაზე ნახეთ, ესე იგი 10 შეკითხვიდან 7-ში იყო სრულად ტექსტიდან გამომდინარე პასუხი. ტექსტი თვითონ გცემს პასუხს და სწორად საკითხოს, ამიტომაც მნიშვნელობა აქვს.